დილა საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე ჩვეულებრივ დაიწყო. კოკის პირულ წვიმაში ბატალიონი მოეწყო. ჯარისკაცებმა დროშა აღმართეს, ქვეყნის ჰიმნი მოისმინეს და კონკრეტული დავალებების მიღების შემდეგ ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად კაცხისკენ გაემართნენ. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი მიმდინარეობს. ჯარისკაცები აქ ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით საბაზისო კურსს გადიან. ეს საბაზისო მომზადება მოიცავს სწავლებას კლდეზე ცოცვაზე, დაშვებაზე, სხვადასხვა დაბრკოლებათა ზოლების გადალახვაზე, ასევე მდინარის გადალახვას, კვანძების შესწავლას და სამომავლოდ შედეგის მიხედვით თუ ისინი კარგად გაართმევენ კურსანტები თავს, ექნებათ საშუალება ჩამოვიდნენ კიდევ შუალედურ კურსზე და უფრო მეტი საინტერესო და უფრო მეტად რთული სასწავლებლები ნახონ და უფრო მეტად აღიმაღლონ თავიანთი სამხედრო კარიერა სამთოს მხრივ. მდინარეებისა და ხეობების გადალახვის პრაქტიკა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ევაკუაციის ტექნიკური მეთოდები, რთული რელიეფი, მაღალმთიანი ადგილი, კლდეზე ცოცვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა დღეღამის ნებისმიერ დროს. ეს მცირე ჩამონათვალია იმ სამხედრო დისციპლინებისა, რომლებსაც კარგად მომზადებული ჯარისკაცები უმაღლეს დონეზე უნდა დაეუფლონ. სამხედრო საბაზისო წვრთნის კონკრეტულად ეს დავალება კლდეზე ცოცვას გულისხმობს, თუმცა ეს კლდე მეხუთე დონის სიძნელისაა, სწორედ ეს გზა გაიარეს დღეს ამერიკელმა კადეტებმა. სამწუხაროდ დიდი სურვილის მიუხედავად სამხედრო ცოდნის არქონის გამო მე დღეს კლდეზე ასვლა ვერ მოვახერხე. ჩიკაგოელი ელისონ კლუსი ასეთ მთაგორიან ადგილებს პირველად ხედავს. პირველი შთაბეჭდილება გაცვლითი პროგრამის დასრულების შემდეგ კვლავ საქართველოში ჩამოსვლის სურვილს აღუძრავს. მომწონს აქ ყოფნა და ცოდნის გაღრმავება. ჩემთვის ყველაფერი უცხოა და შთაბეჭდილებებით ვარ სავსე. ქართველ ინსტრუქტორებთან მუშაობა სასიამოვნოა. გარემო ბენ რეკრუტისთვისაც უცხოა. საქართველოში ისიც პირველადაა და მიუხედავად იმისა, რომ უცხო კულტურით მოიხიბლა, თავარი მისთვის ახლა სამხედრო დისციპლინების სრულყოფილად დაუფლებაა. ეს კურსი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვსწავლობ კლდეზე ცოცვას, კვანძებზე მუშაობას, კლდიდან დაშვებას. მოკლედ ის, რასაც ამ დღეების განმავლობაში შევისწავლი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება ჩემს კარიერაში. კაპიტანი ცხადაძე გვიხსნის, რომ სამთო მომზადების საბაზისო კურსს 45 კურსანტი გადის. სწავლება გაგრძელდება 3 კვირის განმავლობაში. აღნიშნულ კურსზე მოწვეული არიან 45 კადეტი, რომლებიც გაივლიან სწავლებას მაღალმთიან რთულ რელიეფზე, თავის გადაადგილებებით, ღამის გათენებით, ცოცვით, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვებით. სამთო მომზადების საბაზისო კურსის ეს ნაწილი 21 ივნისს დასრულდება და კურსზე მივლინებულ უცხოელ პარტნიორებს საჩხერის ბაზაზე ზაფხულისა და ზამთრის შემდეგი ეტაპის კურსების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.